პირველ რიგში დღევანდელი დღის მიზეზი ჩვენი შეკრებისა, რაც არის ჩვენი წმინდების მონასტრის დაბადების დღე და მიულოც რომ ჩვენი პალეონტოლოგიის დინასტიის სახელით მიულოც რომ საქართველოს სამთავრობო ფონდის სახელით და საოცარი რამ აქვს მას ესე იგი მზიანი ღამე ის მოღვაწეობას მზიანი ღამე უდიდესი მისტერია და უდიდესი სიკვდილი ჩადება მისი ქმედებები თითოეული ქმედება არის დენად ყოფილად გაკეთებული და ჩვენი ერი ფაქტიურად დააყენა ურთულეს პერიოდში სწორგზაზე და ეს მწყემსობას ერის მწყემსობა არა მარტო ერის მწყემსობაში შეისწავს ფორსა და მას ამას უდგას სათავეში არამედ ამის გარდა მან სამეფო მეფე არ არის ყოველმანო რამდენი ხანია 1920 წლიდან ესეთ მდგომარეობა არის ესეც თავის თავზე და აი ამ ჯვარსაც ატარებს ჩვენი პატრიარქი. მე მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი პატრიარქის წინაშე მიულოცო დაბადების დღე და ვუძულო რომ ხნედ და ძლიერად ყოფილიყოს, იმიტომ რომ მისი მოქმედება და მისი ღვაწლი ჩვენი ერის წინაშე არის ჩვენ კიდევ ვერ ვხედავთ საერთოდ რა არის ერთი პატარა ისტორიას მოგიყვებით დიდი გემი რომ მიადგა ისეთ დომს რომელსაც არასოდეს არ ენახა გემი ვერ დაიგა ანუ გონება ვერ არის თქვა რომ იქ ეს ამხელა რომ გემი რო იყო ხო აი გონება ვერ ხედავ არის ესეთი რაღაცა რომ ხანდახან დიდი რო დაინახო ძალიან შორიდან უნდა შეშე და აი ესები იქნება პატრიარქის ნაღვაწი და ნამოქმედარი საქართველოს წინაშე მისი ღვაწლი ისტორიის განმავლობაში უფრო და უფრო გამოჩნდება და უფრო დაფასდება და მეწუნეთ ეს იქნება ძალიან დიდი კვალი საქართველოს ისტორიაში. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზს და ყველა ქართულ გვარს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს მეფეთა და დედოფალთა საბადებელი ყველა გვარს თავისი მისია და ფუნქცია აქვს. როდესაც ამას აცნობიერებს ადამიანი და უწმინდესმა ეს ტყუილად რა თქმა უნდა მისი არცეთი მოქმედება აპატიოს მოქმედმა არც შემთხვევით არ ხდება და სულიწმინდის მადლით მან ზუსტად ეს გვარების აღორძინება იმითო დაიწყო რომ იქ გვარები თითოეულ ჩვენ გვარს აქვს თავისი მისია და ფუნქცია. ამის გაცნობიერება იწვევს იმას რომ ანუ ჩვენ იქნება ის ეგრეგორი სვეტი ყოველი სვეტი ჩვენი ქვეყნისა რაზეც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ერის თვითმყოფადობა და ჩვენი ერის თვითმყოფადობას განაპირობებს გვარების სიძლიერე და მე როგორც ბაგრატონთა დინასტიის წარმომადგენელი ერთიანი საქართველოს განაცდელი მეფის გიორგი მერვეს მე-18 საუკუნე გახლავართ პრიტულიათ რამესა მე საბრძოლო ხელოვნებაში ვარ ბავშვობიდან და ძალიან მოყვარს საბრძოლო ხელოვნება ზოგადად და ერთ რამეს ვიტყვი რა მე მოვედი თქვენთან ამ საგვარეულოსთან რათა ვემსახუროთ გემსახუროთ ნებისმიერი მიმართულებით რასაც საჭირო ვიქნები თქვენს გვერდით ვიქნები დიდება ქრისტე ღმერთს უღრმესი მადლობა ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს მრავალ შობა ახალ საფრანგეთს ღმერთს მადლობა
თავის ყოფილს იმცხედა თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჯუნისა და სხვა აფხაზეთისა. ეს ოფიციალურად ეს არის არ ვიცი რა ამ სიტყვები მოწმინდესზე იმდენი შეგვიძლია ვისაუბრო რა მის ხვაწლზე. და ბატონო მას მარტოა გაიგოცემ თქვენ პატარა საჩუქარი არის მოწმინდესისთვის და ხარ მე ჩვენ. დიდი მადლობა დობისა.